თქვენ მართლა ფიქრობთ, აი მართლა მაინტერესებს რა, თქვენ მართლა ფიქრობთ, რომ ლაქერნობის მადლი შეეწევა საქართველოს და რუსეთის მართლმადიდებელ ქრისტიანებს? ჩვენ ვართ ფარისევლები ღმერთის წინაშე. მადლობა უფალო, რომ არ ვარ ისეთი ცუდი, როგორც ევროლიბერალ ფაშისტები არიან, მე ვაშენებ ეკლესიებს, სანთელს ვანთებ, მარხულობ, ლოცულობ, რა კარგი ვარ, უფალო, მე რა კარგი ვარ და აი მადლობა, რომ ისეთი არ ვარ. ლაქერნობის დღესასწაული უდრის სლავი ხალხის კერპთაყვანისმცემლობიდან ქრისტიანობაზე გადასვლას. 200 რუსული გემი დაანგრია ღვთისმშობლის შესამოსებმა, რომელიც ზღვაში ჩადეს კუთხით და 200 რუსული გემი დაინგრა და გაუგნებული დარჩა სლავი კერპთაყვანისმცემლები, რომ რომელ ღმერთს ემსახურებითო, რომ ყველა ჩვენი კერპიო დაანგრიაო და დაიწყეს ფიქრი ქრისტიანობაზე. დღეს საქართველოს და რუსეთი გადადის ციფრულ კერპთაყვანისმცემლობაზე. 1 სექტემბერს 2026 წლის რუსეთი გადადის ოფიციალურად ციფრულ რუბლებზე. ციფრულ რუბლებზე გადადის. ჩინეთი დიდი ხანია გადასულია, ევროკავშირი გადადის, ამერიკა გადადის, მაგრამ როდესაც მართლმადიდებელი რუსეთი გადადის ციფრულ ლარზე, ციფრულ კერპთაყვანისმცემლობაზე, ეს პაწაწინა სახელმწიფოები, რომლებმაც გაბედა და საერთოდ სიტყვა სუვერენიტეტი ახსენა და ეროვნული ინტერესების სიტყვა გამოთქვა, გაბედა ამის თქმა, ეს გამომდინარეობდა იქედან, რომ რუსეთმა დაიწყო სპეცოპერაცია ნატოს ალიანსის წინააღმდეგ უკრაინაში. თორე მარტო უკრაინა რომ ეწინააღმდეგებოდეს უკრაინას, რუსეთს საერთოდ სპეცოპერაციის საჭიროება არ იქნებოდა. ანუ თქვენ მართლა ფიქრობთ, რომ მარტო რესურსების გამო მიუახლოვდა ნატოს ალიანსი რუსეთს? რესურსებს რუსეთი ყიდა კაპიკ ნახევრად. სალიკვიდაციო ფასებში ყიდა და რესურსები, რუსეთის რესურსები დიდი ხანია ჯიბეშია და ამერიკას და ევროპას. საუბარი იყო, რომ თავარი ტერი სოფლიოში იყო მართლმადიდებლობა და ყველაზე ძლიერი მართლმადიდებელი ქვეყანა იყო რუსეთი და არის ჯერჯერობით. და თუ გადაიყვანებენ ციფრულ რუბლზე, დაიცლება მეოხება და ფარველობა, საფარველი დაიცლება და როგორც კი რუსეთს უფლის და ღვთისმშობლის საფარველი მოცილდება, დაიწყება დიდი დევნა, ჯერ არ ნახული, რომელიც არც მდიდარს დაინდობს და არც ხარიბს, არც დიდს, არც პატარას, არც თავისუფალს, არც მონას. ბოლოს შემაკავებელი სტერჟენი დაკარგა მსოფლიო და ეს იწყება 1 სექტემბერს. ეხლა თქვენ წარმოიდგინეთ პატარა სახელმწიფოები. თუნდაც საქართველოში პატრიარქმა რო ხმა მოიღოს, უწმინდესმა და უნეტარესმა უნდა უთხრას ორმა მამულიშვილმა, ბიძინა ივანიშვილმა ან ლევან ვასაძემ. სხვის აზრს შიო მესამე უწმინდესთან უნეტარესი არ გაითვალისწინებს. და რომელი ეტყვის, ბატონი ბიძინა თუ ბატონი ლევანი ვასაძე? არც ერთი არ ეტყვის, იმიტომ რომ მთელი მსოფლიო გადადის და მთელი მსოფლიოს რომ უცხადებს საქართველოს ადგილობრივ ჩინკა ლიბერალებს ვერ მოუგრეხეს კიზერი, ვერ აპრიკეს. ძლივს ამ წლის განმავლობაში ეხლა უნდა აიგზავნოს ეს პარტია და მთელ სოფლიო გლობალიზაციას დაუპირისპირდებიან იმ მოსამართლობაში, როდესაც მართლმადიდებელი რუსეთის გადადის 1 სექტემბერიდან ციფრულ ლარზე. კიდევ გააქვთ პრეტენზია, რომ ლაქერნობის მადლი შეგვეციოს ან ქართველებს ან რუსებს? კიდევ გააქვთ ამის ილუზია? აი, ლავრენტი ჩერნიგოველი რო ამბობდა, ეს უდიდესი წმინდა მამა, რომ პირველი ქრისტიანები იყვნენ ვითარცა ვარსკვლავნიო და ბოლო ჟამის ქრისტიანები იქნებიან ვითარცა მზეო და დედა რაკაიაო ვითარცა მზეო რომ ვიქნებითო და აი, პური და ჯვარი დაიდება ეხლა და ეხლა გვექნება ამის შანსი უბრალოდ შეწინააღმდეგება აპოკალიფსში ბოროტებასთან შეუძლია ენუქის და ელიას. ყველაფერზე ლაპარაკობენ სასულიერო პირები ენუქის და ელიას გარდა. ოღონდ ქართველმა ძალა არ აიღოს. ოღონდ ქართველმა ვაშკაცობა არ გამოიჩინოს სარწმუნოებრივი, ყველაფერზე ლაპარაკობენ, ოღონდ ენუქიზე და ელიაზე არ ლაპარაკობ. თავს ვერ გაიმართლებთ ქრისტეს წინაშე. სასულიერო პირებს გეუბნებით. თქვენ მართლა გონიათ, რომ ლაქერნობის მადლი შეგვეცევა ციფრულ კერპთაყვანისმცემლებს? ეს იმ აპოკალიფსური მხეცის თაყვანისცემა, რომელზეც გვაფრთხილებს მთლიანი აპოკალიფსი, მათ შორის მე-13 და მე-14 თავი. და ბოლოს იმედი ამტოვებს, რომ ქართველი ხალხი ბრძენია და აიღებს ჯვარს და არაპურს და როგორი საყურებელია შენ შვილებს შია, წამალი უნდა ხო, სწავლა უნდა, კომუნალურები უნდა გადაიხადოს, სამედიცინო დახმარება გჭირდება და არ ღებულობენ თუ არა ჩაერთვები ამ სისტემაში. ეს არ არის ჯვარცმა? ეს არ არის ყველაზე მზაკრული დევნა? ანუ ლომებთან რო ყრიდან ის სულ სხვა რაღაცა. ეს არის ყველაზე მუხანათური შენიობური დევნა ხალხი. არის ახლა პოლიტიკოსები პარლამენტში, რომელიც სიმართლეს ამბობენ ციფრულ ლარზე. ანუ რაღაცა ნათელი სხივი არის საქართველოში. ხელისუფლებაში სოზა სუბარი. ამით აღემშვიდობებით, ახლა ამ ფაქტს გეტყვით და დაფიქრდით. სოზა სუბარი რუსთავი 2-ზე გამოვიდა და თქვა, რომ მე ქართულ ოცნებას კულუარებში ვეწინააღმდეგები, რომ ციფრული ლარი არ მიიღოთ, რომ ვაფრთხილებ. ანუ ყველა სისტემაში არის ისეთი ადამიანი, რომელიც დაიჭერს სიმართლის მხარეს. ჩვენ კი უნდა ვარკვიოთ ნაცი, კოცი, ლიბერალი, ფაშისტი,
ასეთი ისეთი ეს უკვე ზეპარტიული საკითხია, აპოკალიფსია ხალხო, ბოლო შემაკავებელი მართლმადიდებლობის დამცველი რუსეთის სახელმწიფო 1 სექტემბრიდან შედის მხეცის თაყვანისცემის უკიდურეს ფორმაში და შემოაქვს რუსული რუბლი. ეს პატარ-პატარა სახელმწიფოები ეხლა დავდგებით ქრისტესთან თუ აპოკალიფსურ მხეცთან. ამაზეა საუბარი და რაღაცა თუთიყუშივით და ყოდალასავით ვიმეორებთ გილოცავთ ლაქერნობას. როგორ მილოცავ მწუხარების მონაწილეობა. ვიზიარებ ამ მწუხარებას. ორმაგად ვიტანჯები, რო გიყურებთ როგორი დაბრმავებულები ხართ და რო დავინახავ მე რომ მოხდება ეს კიდე ცალკე საკანჯველი იქნება ჩემთვის და მენანებით, უწფელად მენანებით, რომ მინდა რომ გააკეთოთ სწორი არჩევანი, პავლე მოციქული გვავალებს კეთილგონიერება, სად არის ჩვენი კეთილგონიერება? სად არის პეტრე ამხელდა პავლეს, პავლე ამხელდა პეტრეს? რა ქონდა ან ერთს ან მეორეს სამხილებელი, მაგრამ როდესაც გადაარდებს ადამიანის სიყვარული გალაპარაკებს და თუ ფეხებზე კიდია, რატო ამოიღებ ხმას? ვინც გაჩუმებულია და მას ევალება სარწმუნოებრივი განმარტება და არ ლაპარაკობს, ესე იგი სულ ფეხებზე კიდია ჩვენი ჭირვარამი და გადარჩენა და წერტილი. მაინც იმედი ამტოვებს ბოლომდე რომ დადგება საქართველოს თავის სიმაღლეზე აპოკალიფსი და წერტილი. მადლობა ყველასთვის.